სახელმწიფო მამისათა და დისათა და სულისათა მოგესალმებით ჩვენ ვახშობთ განხილვას საეკლესიო კანონების დადგენილია საეკლესიო კრებებზე. და კრებითობა ეკლესიაში ესეთი თავი პრინციპია, რომ მოსმენი იყოს სხვადასხვა სერვირთა აზრი და უკეთესი გამოირჩიონ იქიდან. და ეს ერთობის პრინციპი თანაზიარობის არის შესაბამისი გარანტი ჭეშმარიტებისა, რადგან ნათქვამისა 2 და 3 შემსაღლით იქ არ მე მათ შორისო. ანუ ეს პიროვნული პრინციპი უფალმა და საფუძვლად ეკლესიის. თქვენ ძმები ხართ, ამიტომ მართლად ამ ძმობის პრინციპი დგას. ერთობლივად უნდა მოხდეს განხილვა საკითხების და საბოლოოდ ამ გარკვეული დასკვნის დადების. ჩვენ ვისაუბრეთ მე-6 ოღონდ მე-5 კრების იმპერატორ იუსტინიანეს დროს კრების კონსტანტინოპოლში კრების საკითხებზე და შემდეგ შევეხეთ მომდენო კრებას, რომელიც მე-7 საუკუნეში შესრულდა, რათა დაძლეული იყო მონოთელიტობის ახალი ცდომილი სწავლება, რომელიც იმპერატორის და იმპერატორის გავლენით კონსტანტინე პატრიარქის მიერ იყო მიღებული. მონოთელიტობა ჩვენ მოგეთ ვთქვით თეოლოგიის ნებას და ნებელობას ნიშნავს, იყო მცდელობა იმპერატორის, რომ ეს დაპირისპირება მონოფიზიტებსა თუ მიაფიზიტებს, როგორც თავისას ეძახიან და დიოფიზიტებს შორის დასრულებული იყო და კომპრომისული ვარიანტი უნდა შექმნილი იყო, ანუ აღიარება ერთის მხრივ 2 ბუნების ქრისტეში, დაებრი კაცობრიგი და ამასთან რომ ნება ერთი არის. ნება ღვთისა, ნება კაცისა ერთია ქრისტეში. ქრისტე იგულისხმება, რომ კაცობრივ ბუნების ნება, მაშინ ითხოვნება, რომ მერთმა შექმნა ადამიანი და მის მას არჩევანის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანის ნებელობა გამოხატულია მისი ხატებისა. რადგან ღვთის ხატებისა შეიქმნა და ღმერთს თავისუფლება ნება აქვს, ამჟამად ადამიანის თავისუფლება ნება აქვს მოცემული. თუ კი ღმერთ კაცობრივ პიროვნებაში ქრისტეში აღიარეთ ერთ ნებას, მაშინ ნიშნავს, რომ თუ ღვთაებრივი ნება არის, კაცობრივი არა, მაშინ დაგნებულია კაცობრივი ბუნება ქრისტეში. და ცხადად ჩანს ტექსტში, რომ გეცემანის ბაღში ვედრებისას უფალებს, რომ თუ შესაძლებელია, ამის სასმის ესე თაშერსა, მაგრამ არ როგორც მემნებას, არ როგორც შენ. მაშინ კაცობრივი ბუნებით მიმართავს. და კაცობრივი ბუნება უნდა გაკეთოს არჩევანი. რევოლუციური განგებას, რომელიც მან დაიტვირთოს ადამიანის ცხოვრებისათვის. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აქაც აღიარებული იყოს 2 ბუნებაში 2 ნებელობა და არა მხოლოდ ერთი ღვთაებრივი. და ამასთან დაკავშირებით იყო მოწეული ეს კრება. მაგრამ ჩვენ მაშინ ვისაუბრეთ ამ ახალი და ხელოვნურად შექმნილი სწავლების წინამდე 2 მხარე გამოვიდა. არც მიაფიზიტოლ და მონოფიზიტები დაეთანხმება მას და არც დიოფიზიტები. და თუ ვის დაეთანხმა მას, იმით შეიქმნა მესამე ახალი ძალებულობა შეიქმნა. ასე სარწმუნოებაში კომპრომისები არ არსებობს და კომპრომისი
დადებით შედეგს არ იძლევა პირიქით ამრავლებს კიდე ძალებურ აზრებს და ის პირვანდელი ერთიანი რწმენა რომელიც მოციქულებს ჰქონდათ მაცხოვრის მიმართ მისი ორი ბუნების და ბუნების შესაბამისი თვისებების შესახებ ეს უნდა იყოს დაცული ბოლომდე. ეს არის ჭეშმარიტ რწმენის საფუძველი ეს არის. ქრისტეს საფუძველი და თუ ქრისტეს ბუნება ჩვენ არ შეგვესმის, მაშინ არც კავშირი გვაქვს მასთან. სწორი კავშირი არ გვაქვს მასთან. ვარღვევთ ამას, რაც ჩვენ მოციქულებმა შეუვინახეთ და რაც დაუნჯებულია და ახარებაში. მახარებლებმა დაგვიტოვოს ჩვენ. მაგრამ ჩვენ განვიხილოთ კიდე რამდენიმე კანონს წინაკრებისას. ამიტომ ორი მომდევნო კრება ეხნობოდა იმ წინაკრებების კანონებს. დამით მემკვიდრეობით ხას უსვამდა, რომ მართლმადიდებლობა მემკვიდრეობით სარწმუნება მოციქულიდან და მოციქულთა მოწაფეებიდან დღემდე არსებობდეს. ამიტომ მოუწია მოხდეს შეჯერება დღეს მისაღებ კანონებისა იმ წინაკრებების მიერ მიღებულ კანონებთან. შესაბამისობა თუ არა იმ შემთხვევაში და თავი შევიკავოთ, რომ ჩვენი ნაციონალური ბუნებით რაღაცა არეულობა შემოვთანთ ეკლესიაში და მის ძალამოწურებაში. ეთო რამდენიმე კანონს კიდე შემოგთავაზებთ. ერთი მათგანი ამბობს, ეპისკოპოსს არ აქვს უფლება საჯაროდ სწავლულთა სწავლა ქადაგება სხვა ქალაქში, რომელიც არ შედის მის განსაგებელში, ოლქში, ან ეპარქიაში და რომელიც არ ეკუთვნის მას. და ვინც გაბედავს ამის ჩადენას, მას უნდა ჩამოერთვას ეპისკოპოსობა, ჩამოქვეითდეს მდლობის ხარისხში, ესე იგი სამდელო მოქმედების უფლება დარჩეს. რატო ასე მკაცრად? იმიტომ რომ თუ ჩვენ ხარისხით ერთნი ვართ ეპისკოპოსები, მაშინ ეს პატრიარქი მივაგოთ. და სხვის ეპარქიაში იმ ეპისკოპოსთან შეთანხმების გარეშე და მისი თხოვნის გარეშე თვითნებურად არ უნდა დაიწყოს იქ ქადაგება. ეს არის უპატრიარქობა იმ ეპარქიის ეპისკოპოსის მიმართ. რადგან ხდება გარკვეულთა დაკნინება იმ ღირსებისაც ეპისკოპოსს აქვს, მაშინ იმ ეპისკოპოსს ჩამოერთვება ეს ღირსება, ვინც ამას დაარღვევს. აი ესეთი მკაცრი არის ეს კანონი უკვე იმპერიაში, ფაქტობრივად აღმოსავლეთ რომის იმპერია, ახლა ბიზანტიასაც უწოდებთ, ჩვენ დღეს რომ თოთა განმავლობაში თვითნებურობა ადამიანს ვლინდება. კიდე სამდელო ხარისხში ყოფილი, კიდე ეპისკოპოსის ხარისხში ყოფილი ადამიანი შეიძლება დაარღვევს და რათა ეს დაცული ბუნების თვისებები თვითნებობისა არ გამრავლდეს და არ გამოიწვიოს სპორტი და წინააღმდეგობა და ერთმანეთის უპატრიარქობა, აიტომ ისე კაცად განжის ეკლესია საკითხს. შემდეგი კანონი შეიძლება ჩვენ განვიხილოთ, აი რომ სამდელო პირი ეპისკოპოსიდან ის თუ სხვა სამდელო დასგან თუ ხედასმული იქნა ფულით ან ქრთამით და არა გამოცდილებისა სათნო ცხოვრების გამო მძანეთ მის განკვეთას, ასე მის ხელდასხმის განკვეთასაც. აი, ორი საოცარი, ანუ ეს პირველად გახსოვთ პეტრე მოციქულმა შერისხა სიონ მოგვი, რომელსაც ფულით მოინდომა ყიდვა იმ ნიჭის სულწილის მიენიჭა მოციქულებს, სულწილის გარდამოშლით. მადლობის ხარისხის ყიდვა ფულით, სულწილის მადლის, მადლობის მადლის ყიდვა ფულით კრეხელობა. და ამიტომ ეკლესია როგორც ჩანს, ეს დარღვევები უკვე ხდებოდა, რომ
ნაციონალური ბუნების თვისებად არის ანგარებაც, ეს მოყარებაც, პატივმოყარებაც და შეიძლება ვთქვათ პატივმოყარებას უნდა რომ ის პატივი კონდეს ყველა ხელს მიმართოს მოიპოვოს და ამ შემთხვევაში ეპისკოპოსს მიმართოს და ესეთი გარიგებითო ხელდასხმა მიიღოს მისგან ასეთი მკრთამის საშუალებით. რომელსაც ეწოდება ეკლესიაში სიმონ მოგვის მოსახსენებლად, რომ პირველმა სიმონ მოგმა, ანუ თქვენ სიმონ მოგვის ემსგავსებით 23 და გავიხსენეთ ჩვენ დიდ საქართველოს ეკლესიის დიდ მოღვაწეს მინდა ეპისკოპოს გაბრიელ კიკოძეს, რომელმაც იქ შემთხვევები როგორც ჩანს იყო სიმონის და უთხრა ისეთ მგლობა უნდა რომ ეს ფული იმას გადამისცე ვინც ღვიძლის ხარისხი რა იმიტომ შენ ხო შეცოდავ და ისიც შეცოდავსო არა მე მოდი ჩემთან და მე გამოვიყო თქვენ სემინარიის წარჩინებულ სტუდენტს რომ კარგად იცის ჯული მსახურება ბრძნეობა ქრისტიანული ის დაგარიგეს გასავლის გამოგცდის და იმას გადაუხადეთ ეს თანხა სწავლაში გადაიხადეთ განათლებაში გადაიხადეთ და არა ცოდვაში გადაიხადეთ თანხა და ისიც იყო გაყოფილი იქნება რომ ოჯახი ყავს მშობლები ყავს არჩენი და პატარა ესეთ შემოსავალი მას სჭირდება მაგრამ პირობა არის რომ მან უნდა მასწავლოს ის რაც სემინარიაში მან ისწავლა წლების მანძილზე ის ეს ცოდნა გადასცეს პიროვნებას ისე რომ გახდეს სასუპირი მაგრამ შესაძლოა მე მან ეს გამოსცემს ჩააბაროს კითხვის გასის პასუხი გაბრიელ ეპისკოპოსი ისე თორსა დაასხამდა რომ კითხვი რა დაესვა გათვითობირო თუ არა თქვენი საკითხებში ასე რომ სამწუხაროდ საუბარს მანძილზე ეს ცოდვა დაცული ბუნების გამო და მეში ვლინდება მეორდება და ყოველთვის გვახშობდეს რომ ღვთის საწინააღმდეგო ქმედება არის და ღვთის მადლის შეურაცხყოფილი ქმედებაა ეს შემდეგი საერთოდ სანდრო პისო ან მონოზონს არას ან იპოდომზე ან სახუმაროს ანახაობაზე მისლის უფლება თუ სასუპირი მიიპატრიჟებული იქნება ქორწილზე იგი უნდა გაეცალოს იქაურობას როგორც კი დაიწყება სალახობო სანახაობა ანუ თამაშობანი ვინაიდან ასებდანეს მათ მოდორება თუ იმ ჩაიდენს ამ დანაშაულს უნდა დაცესთან განიკვეთოსო და დიარო ეს საზარდო თამაშები არის კი შეიძლება ერის თქვათ ღირსების მაჩვენებელია რომ სპორტულად შეჯიბრში გაიმარჯვებს და ხალხს ეს უხარია მაგრამ მაინც ეს არის რაღაცა მშვენიერ სიხარულის ერთ-ერთი გამოვლინება არის და ტოლვა ამ ქვეყნიური თქვათ პატივისკენ განდიდებისკენ ერთის ადამიანად შეიძლება ჩვენ ვიხარია რომ ჩვენი ერის შვილი გახდება რაღაცა დაწინაურდება ამ შეჯიბრში და ასახებს ქვეყანას ხალხს ერს და ასე მივდგებით ჩვენ ამ კულტურით და არა პირადი მე ჩემი სიამოვნების გამოხდება რომ მაინც also სასუპირი უნდა ერიდებოდეს ასეთ ნახავობებზე იმიტომ ისიც თელ მაყვის იმ დარბაზის სტადიონის ვნებას ახტაცებას და ან ლანძღვის სიტყვებს ან პირიქით შეძახილებს არ შეფერება სამძო ხარის რა შეიძლება არა შეფერება იმიტომ მშვიდობის მოგიწევ არა გასართობად მოვიდა უფალი მაგრამ არ მიცაცხონებლად და სასუპირის ხისო თამაში თუმცა რომ ის მოწოდებულია სასუპირისაკენ სიწმინდისაკენ და არა
იმისკენ რომ გაიზიაროს ეს სახუმაროთო სანახაობები, იმიტომ ეკლესია არიდებს, თუმცა დღეს სამშვიდობო ეპოქაში ბევრი რამ არის არეული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მოჩვენებითად ჩვენ თავში ვიყავთ, არამედ თუ მართლა ჩვენ ლოცვით და მარხვით ვართ და ღვთისმსიტყვის დაუნჯებით, სწავლებით და გადაცემით, მაშინ ჩვენში სხვა გრძნობები, სხვა დამოკიდებულება ჩნდება, რომელიც უფალმა თქვა, ვისაც უყვარს მამა, დედა და ძმა, თორიშვილი, და თავი ჩემზე მეტად, არ არის ჩემთან ღირსია. თუ შენ ეს წარმავალი თამაშები ისე შეიყვარო და გავიწე შენი მოწოდება ღვთისმსახურებისაკენ, მაშინ არ ახერხე ღირსია მისი. ეს ჩვენ ისტორიას უნდა ვიცოდეთ ეკლესიის და მასში არსებული კანონები. სასულიეროს არ აქვს უფლება საოჯო სახლი ან ფარდული დუქანი ჰქონდეს, ვინაიდან თუ კი მას საერთოდ აკრძალულია შესვლა ამგვარ სახლში, რამდენად უფრო უწესოა და შეუფერებელი მისის მსხების მომსახურება დუქანში. თუ ვინ მოიმოქმედებს ამას, ან უნდა შეწყვიტოს ეს მოქმედება, ან უნდა განიკეთოს. ეპისკოპოსმა დელმა იაკონმა, რომელიც იღებს ვახშს, ან აღნადგინებს პოტენს, უნდა შეწყვიტოს მოქმედება, ან განიკეთოს. როგორ კაცად საეკლესიო კანონები აფრთხილებენ სასულიერო პირებს, რომ განერიდონ საერო ასეთ საქმიანობას და შეერევიან ჩვეულებრივ ასეთ ადამიანს, რომელსაც უბრალოდ უნდა მოვიდეს ისწავლოს მისგან სულიერ ცხოვრების წესი და ამ დროს ხედავს, რომ ისწავლობს მშვენიერია გრძნობების შესაფერის სანახაობის მონაწილეობას იღებს. შემდეგ შეიძლება კიდევ ერთი ამბავებსად, რომ თუ ვინმე სასულიერო პირი ან მონაზონი აღმოჩნდეს შეთქმულების ან თავყრილობის, მხრეობის მონაწილე, ან ეძებდეს ხელსაყრელ მომენტს ეპისკოპოსის ან სხვა სასულიერო პირის წინააღმდეგ, უეჭვოდ აეყაროს მისი პატივი. იგი სასულიერო პირის და ხარისხის ეპისკოპოსის წინააღმდეგ გამოსვლა, როგორ კაცად ისჯება. სასულიერო პირი ან მონაზონი აღმოჩნდეს შეთქმულების ან თავყრილობის მონაწილე, მხრეობის. ან ეძებდეს ხელსაყრელ მომენტს ეპისკოპოსის ან სხვა სასულიერო პირის წინააღმდეგ მოქმედების, უეჭვოდ აეყაროს მას პატივი. თუ კი ის ამ პატივის მატარებელია, ეს პატივი სხვა შეუგროვდა შეურაცხყოფს და შეურაცხყოფს, მაშინ თვითონაც იქნება შეურაცხყოფელი და ამ პატივისგან იქნას დაყენებულია. პირდაპირ ამას აეყაროს მას ეს პატივია, აეყაროს. არა დროებით, არა საერთოდ უნდა აეყაროს ეს პატივი. სამწუხაროდ არის ეს შემთხვევები, ჩვენ ვიცით ხდება და ამ შემთხვევაში საეკლესიო კანონით შეჩერება შესაძლებლობის უნდა თავარი იქნას მღვდელი. თითო ან უნდა დაასაბუთოს, ბრალდებს უყენებს და თუ ვერ ასაბუთებს და არ გააჩნია ეს, მაშინ ცილისწამება არის, ან შეურაცხყოფა, უსამართლო ქმედება სხვა სახის. ძალადობრივი იქნება თუ როგორც უნდა იყოს. მონაზონი, რომელიც სიძვით დაეცემა, ან იქორწინებს და ცოლს მოიყვანს, მეძავის კანონს შეასრულებს და დაისჯება ისე, როგორც მათთვის ადგენს კანონი.
ესეთი არის დღეს ეს წესი, რომ ვისაც უნდა იყოს სასურველი პირი, მას აქვს არჩევანი ან ტოვებს სოფელს და აღკვეცება მონაზვნად და მონასტერში უნდა მოსწავა და შესაბამისად უკვე გამოირიცხება მისი ქორწინება ან თუ უნდა ქორწინება ჯერ იქორწინოს და მერე მიიღოს ძლით ხარისხი. რატო ესეთი კავშირი და პირიქით არ ხდება? მღვდელმა მერე ცოლი მოიყვანოს. რომ ორივე მდლობა და ქორწინებას 7 საეკლესიო რიგში შედის. მაგრამ აქედან არის გათა იერარქია. მდლობა უფრო მაღალი ხარისხია ვიდრე ქორწინება. და თუმცა დაბალი ხარისხი რომ მიიღოს იქორწინოს და მერე მაღალი მდლობის და პირიქით ხდება დაკნინება მდლობის ხარისხის. ამიტომ მაშინ უნდა მოხდეს მის დაყენება სამდეო ხარისხიდან. და ესეც ერთ-ერთი ესეთი კანონი, რადგან ქუჩას ადგილი ხოდა დარღვევებს სასოფლო შორის მაცხოვრებაში და ათიტოდა მერე სპორტს საზოგადოებაში განკითხოს წინააღმდეგობას და ეკლესიამ თავის დროზე იზრუნა ამ კანონებით განსაჯოს სამართალი. ხო, წმინდა მარხვის 40 დღის განმავლობაში შაბათებისა, კვირადღების და ხარების დღის გარდა უნდა აღსრულებოდეს პირველ განწმენდილ სხეულთა განახლების საღვთო მსახურება, ანუ პირველში წლის წირვა. სადაც დღეებში ეს აღსრულება და ეს ტრადიცია დღესაც საიდაცული ეკლესიაში თქვენ თვითონ კვირაში უცად პარასკევს სრულდება, თუ არ არის საკმარისი მრევლი და ვერ მოდის შეიძლება დღე იყოს შუაკვირაში არჩეული, როდესაც თბილისში მამა დავითი ადრე ხუთშაბათობით ხდებოდა პირველში წლის წირვა. შეიძლება სხვა ადგილას კიდევ რომელიღაც დღე შუაკვირაში, რომ თუ ვინმე სურვილი ნეული მოიდოს, აი ამ წირვაზე შეიძლება ეზიაროს პირველში წლის წირვას, მაგრამ შაბათ კვირას საუფლო დღესასწაულზე და ხარის დღესასწაულზე ჩვეულებრივ წირვა სრულდება. იქ თუ შაბათია იონე ქოპიის, თუ კვირა ვასილ დიდის, ასე რომ ეს დღესაც დაცული ეკლესიის დიახში. კიდევ ერთ დღესთან გავრცელებულ სენს ეხება ან გატაცებას ვიტყოდით კიდე, ვინც მიენდობა მისნებს ან ასის თავად წოდებულებს ეწოდებოდათ ღვთის მოგვებს. ან სხვა ამგვარად, რათა მათგან სწავლით რაიმე გამოიცხადოს მათ 6 წლით უსიარებლობით განკანონდეს. მიესაჯოსო მათ მამათა მიერ გაწესებული დადგენილები, სამებრ. ამავე კანონით საჭირო არის იმათი განკანონი, ვინც დაატარებს და სხვა ცხოვრობ მარტივი უბრალო ადამიანების გასართობათო და სავნებლათო. ან კითხავს ან სვებედის შობის და დღის შესახებ და სხვა სიტყვებს ეს სასწრუნებლად ამბობს. ესეთ ეტოდებათ ხო მსახურალნი ან სხვა კიდე სახელწოდება ესე იგი გასართობ ასეთ სანახაობებში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა სასწრაფო პირმა. ან მის ინიციატორი არ უნდა იყოს და დამქეზებელი ამისი. არის საერთოდ დღესასწაულები საკმარისი მთელი წლის განმავლობაში და თქვი არ გავა რომ შაბათ-კვირის გარდა ასე თავის დღესასწაულია ორივე არამედ შუაკვირაში ხდება ხოლმე საერთოდ დღესასწაულები, ასვანაც წმინდა სცენება, ასვანაც მოვლენის გაცხადა ეკლესიის წიაღში ისტორიის მანძილზე. აი ეს კანონები უნდა იყოს დაცული ისევ ჩვენი სიტყვისათვის და ჩვენი სიმტკიცისათვის. ხო, ამით ჩვენ დავასრულებთ დღევანდელ ჩვენ საუბარს კანონზე და ხო შემდეგი კანონი უნდა განვიხილოთ არის მეშინე მსოფლიო კრების
რომელიც ასევე ნიკეაში ჩატარდა ხატმებრძოლობის ძალებლობის გავრცელების გამო. ჩატარდა და ეს 7 მსოფლიო კრება არის გამორჩეული ეკლესიის მიერ, რადგან ამ კრებებზე ხდებოდა დაცვა ჩვენი რწმენის სიწმინდის. გასავდა ყველა იმ შესაძლო ძალებლობა, რომელიც ვრცელდებოდა საზოგადოებაში, იმაზე პასუხობდა გაიცეს. ეს იქნება არიანელი, საველიანი, მაკედონიელთა ძალება, მონოთუმია ვიზიტობა იქნება და ღვთისმშობლის მიმართ ეს დამოკიდებულება მშვენიერი და მათ შორის ხატების მიმართ უარყოფის და ხატების მიჩნევა გერბებად, გერბის მსგავს ქმნილებად. ამაზე ჩვენ შემდეგ ვისაუბრებთ და დაგემშვიდობთ, მესთან დაგვასწრებთ.